მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ რუსეთის შეიარაღებაში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დამრტყმელ ძალას, რომელსაც ქვია არეშნიკი. რითიც ალბათ ბოლო დღეებში თქვენ სიახლე გაიგეთ თუ როგორ ბომბავს მასიურად უკვე არა უკრაინის მაგალითად აღმოსავლეთ ან დასავლეთ ნაწილებს, არამედ აქტიურად იბომბება რუსეთის მხრიდან უკრაინის დედაქალაქი კიევი. მეგობრებო, ამ რაკეტაზე დადის ლეგენდები და მითები. იმის შესახებ ნახეთ ალბათ ეგ ბევრი კადრები, ხა არ მინდა კორედე კადრები განახოთ ზუსტად თუ რამდენად გამანადგურებელი იყო, როდესაც რუსებმა იერიში მიიტანეს სამხედრო სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე და მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზეც დედაქალაქ კიევში, რამაც უკრაინაში დათესა კიდევ უფრო დიდი პანიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საშუალო მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას შეუძლია გადაიტანოს არც მეტი არც ნაკლები ბირთვული იარაღი. ტაქტიკური ბირთვული იარაღს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მოკლედ მეგობრებო, რუსეთ-უკრაინის ფრონტი უფრო და უფრო იძაბება, ჩვენ ველოდით რომ უფრო მეტი განტვირთვა იქნებოდა, უფრო მეტი დიპლომატია, ტრამპის შემდგომ, მაგრამ ყველაფერი უფრო და უფრო დღითიდღე უფრო მძიმდება სიტუაცია. გადაწყვიტე რომ ეხლა ამის შესახებ ვისაუბრო ზოგადად არეშნიკი რა არის და რატომ დაიწყო რუსეთმა ასე მასიურად უკრაინის დაბომბვა, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს, ძალიან მნიშვნელოვანია და მოდი ეხლა დეტალურად ავხსნათ ყველაფერი იმის შესახებ, რომ თქვენ სწორი წარმოდგენა გქონდეთ ყველაფერზე. Oreshnik is a new experimental Russian missile system. ხო, მოდი ახლა განახებთ აი მარტივი ვიზუალური 3D ის რო განახოთ, აი ეს არის არეშნიკის ტიპის საშუალო მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც პირველად უკრაინაში რუსეთმა გამოიყენა 2024 წლის 12 ნოემბერს დნეპროში ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე, როდესაც თავდასხმა განახორციელა და მანდაც მთავარი მიზეზი იყო პანიკის გამოწვევა, იმიტომ რომ ხა არეშნიკი ძვირიჯდებს იაფის სიამოვნება ნამდვილად არის ძალიან ძვირია. რეალურად ახლა მოდი ახლა თან ვიდეოს უყუროთ, თან აგიხსენთ ყველაფერს. It is the first ballistic missile in the world to be used in actual combat operations. ხო, ეს არის პირველი ბალისტიკური რაკეტა, გადაგითარგმნით რა თქმა უნდა, რომელიც გამოყენებული აქტიურ სამხედრო დაპირისპირებაში ზოგადად ქვეყნებს შორის, იმიტომ რომ ხა ჩვენ ბოლოს მაგალითად ვნახეთ ირან, ამერიკისა და ირან ისრაელის ომში, როდესაც გამოიყენა ირანმა ფატა 1, ფატა 2 და ხორაზმარ 46 ბოდიშით. ესენი არის, რა თქმა უნდა, ზოგი საშუალო მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ ეს გამოიყენა რუსეთის შემდგომ. ანუ რუსეთს უკვე გამოყენებული ქონდა ორეშნიკი 2024 წელს. ეს იყო საერთოდ ისტორიაში პირველი ჰიპერგერითი ბალისტიკური რაკეტა. ეს ძალიან საინტერესოა. During the invasion of Ukraine, launched from the Kapustin Yar test site in the Astrakhan region, the ასტრახანიდან ისვრიან, წარმოგიდგენიათ, რამხელა დისტანცია შეუძლია დაფაროს? missile traveled 500 miles in less than 500 მილი. 5 minutes, about 5 წუთში ფარავს 500 მილს, ხალხო. 5 წუთში ფარავს 500 მილს. იმიტომ ახლა არეშნიკი აღიქმება როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი იარაღი. ანუ არ არის ამ წუთას ოფიციალურად ახლა სისტემა, რომელიც არეშნიკს ჩამოაგდებს. ანუ საოცარი, ანუ ხელოვნების ნიმუშია, ამით რომ as long as this video and struck a military ხო, აი დააკვირდი ნახე კაპუსტინის რეგიონიდან უკრაინაში დედაქალაქ, რომ ამით დაიბომბა, განახე ზელენსკიც იყო მისული, სხვათა შორის ერთ-ერთი სამოქალაქო დასახელებებსაც მოხვდა მათ შორის. თელი უკრაინის უშიშროება და ეგენი იმყოფებოდნენ და ხო, ბევრი კადრები გავრცელდა, უბრალოდ ეხა ამას არ განახებთ, იმიტომ რომ ზოგადად აკრძალულია მეების ჩვენება, მაგრამ ეხა TikTok-ზე და იმაზე თქვენ ამ ყველაფერს ნახავდით, რა თქმა უნდა და plant in Ukraine, announced on November 21st, 2024 by Russian President Vladimir Putin, the Oreshnik is an intermediate-range ballistic missile. This means that its range can reach up to 3,100 miles and can reach anywhere in Europe. ხო არ გადაობს 3000 მილზე შეუძლია ევროპის ნებისმიერ წერტილს მიწვდეს არეშნიკი რუსეთიდან. ანუ ნებისმიერ ადგილს შეუძლია მოხდეს. ნუ რა თქმა უნდა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ევროპის უკიდურეს, აი ბრიტანეთსაც კი წოდება, წარმოიდგინეთ მოქმედების რადიუსით, ანუ ძალიან არ ვიცი. სიტყვები არ ყოფნის მართლა. Launched from the Kapustin Yar missile range in the Astrakhan region, it will reach Berlin in 11 minutes, Rome in 13, Brussels in 13 წუთში შეუძლია ბრიუსელს გაარტყას არეშნიკი ხალხო. 13 წუთში. წარმოგიდგენიათ რა დონის ისტრაფეზია საუბარი, ეს არის ჰიპერგერითი რაკეტა. რომელიც ასევე ირანს აქვს ძალიან დახვეწილი, მინდა გითხრათ. ძალიან, აი ხა ფატა 1 და ფატა 2, რომელიც ნუ ფატა 1 იყო აქტიურად თავიდან გამოყენებული. მერე ფატა 2 გამოიყენეს რამოდენიმეჯერ და ბოლოს ეხა რა ეხა ხო საზაო ისე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჰორმუზის რუტა უნდა გაიხსნას რა. მაგრამ ირანმა ბოლოს სამხედრო აღლუმის დროს რამდენადაც მე ვიცი, ნუ ეხა 100% დადასტურებული არა, გამოიყვანა
სამხედრო პარადის დროს ხორაზმარის ტიპის ბალისტიკური რაკეტა. ეს უფრო ძლიერია კიდე ვიდრე Fata 1 და Fata 2. ანუ ირანსაც აქვს ძალიან დიდი უპირატესობა ამ ყველაფერში. მინდა გითხრათ. მართლა ძალიან სერიოზული მეცნიერები და ინჟინერები ყავს ზოგადად ამ მიმართულებით. რაც შეეხება რაკეტებს, დრონებს და ესეთ სახი მსგავსი ტიპის გამანადგურებლებს. თანამედროვე ომებში. 14 minutes. Paris in 15 and London in 16 minutes. 16 წუთში არის ლონდონში ორეშნიკი ხალხო. 16 წუთში. აბა დაიფიქრეთ რა არის 16 წუთში რა შეიძლება გააკეთო და წარმოგიდგენა იქიდან რა ქვია კაპუსტინის რეგიონიდან შეიძლება ლონდონს გაარტყა 16 წუთში რაკეტა. არ ვიცი ძმაო. Let's see what will happen if a nuclear modification of the Oreshnik. ხო, აი არეშნიკს რა შეუულია გამოიწვიოს, ნახეთ, ბირთვული დარტყმის შედეგად ლონდონში. შეუულია გაუშვას რამოდენიმე ტიპის რაკეტა, სხვადასხვა მოდიფიკაციით, რომელზეც ექნება ბირთვული ქობინები დამაგრებული. Technical თეორიულად ვთქვა თქო, თორე რეალობას აქ არ არის თეორიული. Missile hits London. In addition to destroying the center of London, the entire surrounding agglomeration would suffer. The death toll would be colossal at about 2,500,000 and more. და შეუულია ტექნიკურად 2.5 მილიონი ადამიანი მოკლას ხალხო. თქვენ წარმოგიდგენიათ რა ჯოჯოხეთურად გამანადგურებელი იარაღზე გვაქვს აქ საუბარი? Russia has a missile that no air defense system on Earth can intercept. In November 2024, Moscow fired it for the first time into the heart of Ukraine. Putin ხო, ეს როგორც იცით 2024 წელს გამოიყენეს პირველად ეს რაკეტა. მაქამდე არ იყო სხვა კინჯალებს იყენებდა ძირითადად რუსეთის სხვა რუსულ იმებს რა ქვია რაკეტებს. ნუ კინჯალი ასევე ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ კინჯალს შეუულია ტექნიკური დარტყმა მიიტანოს, ანუ ბუნკერს საწინააღმდეგო ასაფეთქებლადაც შეიძლება გამოიყენო, აი როგორც ამერიკამ გამოიყენა მაგალითად ირანში. როდესაც სამ ბირთვულ რეაქტორზე მიიტანეს წინაზაფხულს შეტევები, დაახლოებით მსგავსია კინჯალიც. ძალიან გამანადგურებელია მიწის ქვემოთ, მაგრამ არეშნიკი კიდევ უფრო დახვეწილია. called it unstoppable, traveling at over 10 times the speed თან ძალიან საშიში ვიდია, ანუ ძალიან მართლა. აი არ ვიცი, აი დრაკონი რომელსაც ცეცხლი უკიდიაო. of sound. The Oreshnik arrived before anyone could react. That was just the warning shot. The second strike hit western Ukraine. ხო, აქ არის საუბარი დასავლეთ უკრაინა, აღმოსავლეთ უკრაინა და აი ბოლოს, როდესაც მიიტანეს უკვე კიევზე. Weapon exists that cannot be stopped. კიევზე, ხო, ნუ კიევი არის განსაკუთრებულად ამ ბოლო ხანს, რა თქმა უნდა, თავდასხმის მთავარი ობიექტი. და ბევრი მიზეზების გამო ხა მე გეტყვით ჩემ აზრს ამასთან დაკავშირებით, რატო გაახშირა რუსეთმა თავდასხმები განსაკუთრებით კიევზე. რამოდენიმე კვირის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენადაც წერენ რა რუსული წყაროები მიიტანეს სამოქალაქო ობიექტებზე მასიური შეტევა. და ბოლო პერიოდში, ბოლო 6 თვესაც თქვენ თუ გადავლებთ ამ ომში, უკრაინამ ძალიან ბევრი დივერსიული აქტი მოახდინა რუსეთის კონტროლება ტერიტორიაზე, რუსეთის სახელმწიფოში, თვითონ რუსეთის ფედერაციაზე მაქვს საუბარი. მათ შორის სამოქალაქო დასახლებებზე, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რადარებზე და ძალიან ბევრ სისტემაზე, მაგრამ მიხვდა უკვე კრემლი ერთ რამეს, ჩემი აზრით. მე ძალიან მიკვირს, რომ აქამდე რატო ვერ მოტვინეს მაგდენი, მაგრამ რაღაც ლოგიკას აქ უკვე პოულობ. რომ დაინახა რუსეთმა ირანირებს აკეთებს ახო აღმოსავლეთში და იქ ამერიკას რაღაც ნაბიჯები უკან გადაადგმევინა და საზაო პირობამდე მიიყვანა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტა და აგერ ირანი რომელიც არის ნუ რუსეთთან შედარებით ეხა სუსტი ობიექტურად შევაფასოთ ბირთვული შეიარაღებიდან გამომდინარე ირანმა რომელიც არის ტექნიკურად ეხა არაბირთვული სახელმწიფო უფრო მეტად გაუტრაკა უფრო ძლიერ სახელმწიფოს შეერთებულ შტატებს და ამ დროს რუსეთი ვერაფერს ვერ აკეთებდა დიდს უკრაინაში დიდ წარმატებებს ვერ აღწევდა ბოლო 2 წელს განმავლობაში. ნუ გაყინულია ეს კონფლიქტები, გაყინული არის მაგალითად ის 1500 კილომეტრიანი ფრონტი, რომელიც ეხა ხდება, არ არის აი ხო გეუბნები, ჩვეულებრივი დეზმეჩია რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო 2 წელს განმავლობაში, ანუ ხალხი უბრალოდ ყდება. ტერიტორიები ხო სადემარკაციო ფორმებს არ იცვლიან, ტერიტორია არავის არ ემატება და უკრაინამ გაახშირა დივერსიები ბოლო წელიწად ნახევარ 2 წელს განმავლობაში უკრაინის რუსეთის ტერიტორიაზე. და ალბათ ეს იყო მისთვის ანუ ძალიან დაიგვიანეს ამ რეაქციაზე ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით რომ ძალიან დაიგვიანეს, მაგრამ ალბათ მოტვინეს ის ფაქტი რომ რამე თუ უკრაინას არ გაუკეთეს, ანუ სამშვიდობო მოლაპარაკებით არაფერი წყდება. ტრამპის მოსვლამ ვერაფერი ვერ შეცვალა საერთოდ. ვინებიც იყვნენ საქმეებში ჩართული ჯარედ კუშნერები, უინდკოფები, აქ ლავროვები და ეგენი შედეგი ვერც ერთმა შეხვედრამ ვერ გამოიღო, იმის და მიუხედავად, როდესაც მაგალითად პაკისტანში ამერიკა და ირანი რაღაცებზე მაინც შეთანხმდნენ, იმის და მიუხედავად, მაგალითად JD Vance როდესაც იყო ისლამბეთში ჩასული, მოლაპარაკეები შეხში შევიდა და ჩაიშალა საერთოდ.
მაგრამ აი როდესაც ჩვენ ხა უდგებით ამ ყველაფერს რომ აი რუსეთ-უკრაინის საკითხი ვერ გადაწყდა და ვერაფრის დიდებით ვერც ერთმა ქვეყანამ და ვერც ერთმა ავტორიტეტმა ვერ მოიტანა ამ ყველაფერში რაღაც სასარგებლო წვლილი რომ ეს ყველაფერი დიპლომატიურად და უფრო სამშვიდობო მოლაპარაკებით გადაწყვეტილიყო აქედან გამომდინარე რუსეთმა უფრო გაახშირა შეტევები უკრაინაზე. ოღონდ უკრაინაზე ზოგადადაც ამას აკეთებს ბოლო 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლო თვეებში უკვე განსაკუთრებული სიზუსტით და განსაკუთრებული აგრესიით და განსაკუთრებული ესე ვთქვათ მასიური რომელიც მე განახეთ ხა არეშნიკის ტიპის რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს დედაქალაქ კიევს. ეხლა რატო ბომბავს კიევს და მაგალითად დნეპროს არა და მაგალითად რავი ეხლა ხერსონს და იმებს, ხო? ანუ საერთოდ დედაქალაქზე დარტყმები ისეთი მაგალითად რაკეტებით როგორც არის არეშნიკი არის პანიკის გამომწველი. ეხლა უყურეთ არეშნიკი რომელსაც ტექნიკურად შეუძლია ბირთვული იარაღი გადაიტანოს და აფეთქოს და სხერპლის რაოდენობა იყოს 100,000 ერთ წამში მინიმუმ. რუსეთი აკეთებს პანიკის დასათესად. უკრაინის ხელისუფლებაში და ზოგადად უკრაინელ ხალხში, რომ ამ რაკეტას, რომელსაც ახლა მე შენ გესურვი, კი არა აქვს ის მაგალითად TNT-ის მაგალითად რაოდენობა, რომელიც დიდ აფეთქებებს იწვევს ძალიან, ხო? მაგრამ მას შეუძლია ბირთვული იარაღი გადაიტანოს. და შენ თუ მაგალითად ჭკუას არ მოეგები, მე შემიძლია დავამაგრო ამას და მე ვესროლო ეს ბომბი. ვითომეტეს იმის პარალელურად, როდესაც რუსეთმა ძალიან ბევრი გავლენის სფეროები დათმო ახლო აღმოსავლეთში, ნუ ირანთან პირდაპირ შემიძლია თქვა, სირიაში შემიძლია პირდაპირ თქვა ასევე სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს რეგიონში, სადაც ძალიან ბევრი პოზიცია დათმო რუსეთმა. და არ მგონია ეხა ნუ ჩემი ობიექტური განმოსახედიდან რომ აფასებ ეხა ზოგადად რუსეთის ხელისუფლებას რომ ეგეთი სულელები იჯდნენ იქ ეხა და ვერ ხვდებოდნენ მაგას რომ რა შედეგები შეიძლება მოყვეს იმას რომ მაგალითად რუსის მოსახლეობა რომელიც დაუცველად თავს რუსეთში ვეღარ გძნობს რომ მისი ხელისუფლება ვეღარ ახერხებს მაგალითად წინააღმდება გაუწიოს უკრაინის შეერაღებულ ძალებს რაც არხევს პუტინის ავტორიტეტს, რა თქმა უნდა, ხო? და რა გამოსავალი რჩება პუტინს? პუტინს შევა ის გამოსავალი, რომ კიევზე განახორციელოს მასიური შეტევები, რომ ამით პანიკა დათესოს და უკრაინამ ამით დაიხიოს უკან. აი ეს არის ლოგიკა. იმიტომ ხა სხვა ახსნა ამ ყველაფერში მე რო დავინახო აი რაღაცა ის სხვა მომენტი არის, სხვა რაღაც განზრახვა აქ ამ ყველაფერში არ არის. ნუ ზოგადად ეს ომი მე დადგმული თეატრი მგონია თავიდან ბოლომდე შეთანხმებულები იმისათვის რომ ეს გრძელდებოდეს, იმიტომ რომ ვერაფრის დიდებით მე ვერ დავიჭერებ ხა რომ ზელენსკი რო ხა თავისუფლად ესე დასერნობს, რუსეთს რომ მოუნდეს, ვერ დაადუღებ და სადმე. ანუ უბრალოდ ამის ამჭერა მე მე პირადად ჩემი სუბიექტურ ასწრას გეუბნებით რომ რუსეთ-უკრაინის ომი მგონია ერთი დიდი თეატრი. არიან გარკვეული ოდიოზური ძალები მის უკან, რომელიც მე მაქვს გაშღერებული ჩემი თეორიები ამასთან დაკავშირებით, რომლებიც აი ეს ბუფერული ზონები, რომელიც ახლა არსებობს რიმლენსა და ჰარლენს შორის, უნდა ახალი სასიცოცხლო დასახლების თავარი ის უნდა გახდეს ერთი ჯგუფის ხალხისთვის, რომელზეც უკვე ნასაუბრები მაქვს. არ მჯერა უბრალოდ რომ რუსეთი უკრაინას ამ ომში ვერ მე ვერ დავიჭერებ ამას. რომ აი მაგალითად ზელენსკი რომელიც ხა თუნდაც სომხეთში იყო, რომ ვერ მოახერხა ვერანაირად, მაგრამ თემა რა არის აქ ხა უყურეთ, რომ რუსეთი ტექნიკურად ამწუთას რასაც თავის თავს უწოდებს, რომ ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ხო? არ ცდება ტექნიკურად ამ ომის განზომილებას. ანუ მაგალითად უკრაინაში არის საყოველთაო გაწევა, ხო? ძალით მიყავთ ჯარში ხალხი. ამის კადრები ჩვენ გვაქვს, თუ გინდა თუ არ გჯერათ შემიძლია ცალკე ვიდეო შეგეწეროთ, როგორ მიყავთ, ძალით მიყავთ იქ და გაწევის ასაკის დაწიეს და რავი, ძალიან ბევრი შობლები, დედები ვიდეოები აქვს ნანახი, როგორ მიტირიან სასაკლაოზე პოტენციურად მიდიან მასი შვილები და შვილიშვილები. ძალიან ბევრი ქალის ნახე უკრაინელი ძალიან შემეცოდნენ. და რუსეთს არ აქვს საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადებული. ანუ რუსეთი ტექნიკურად ეხა ატარებს ოპერაციას, რუსეთის პერსპექტივიდან ვამბობ. უკრაინა ომობს ამ ომში. და ჩვენ თუ აი ამ იმებს ესე ვთქვათ მასშტაბებსაც შევადრით ძალიან რთული აქვს ჩვენ დავინახოთ რაღაცა რომ არერიოს აქ მართლა გარე ძალები რომლებიც ანხორციელებენ რუსეთ-უკრაინაზე ორკესტრირებულად ომის გახანგრძლივებას იმისათვის რომ რაღაცეები სხვანაირად წავიდეს. აი ძალიან საინტერესოა იმიტომ ჩვენ ამ ყველაფერს დავინახავთ ახლა ძალიან მალე დავინახავთ აქ რა განწყობებია რუსეთის რეალურ ხელისუფლებაში, რა განწყობებია უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში. დუდაევი ააფეთქა რუსეთმა სატელეფონო იმით საუბრობდა და იმით ანუ სატელეფონო იმით ააფეთქა. მე არ მჯერა ეხა მას რუსეთს უნდადეს ზელენსკის სიტყვაზე ლიკვიდაცია, ანუ უნდას უკრაინის ომელი ლიდერის ამას ვერ აკეთებდეს. ეს არის ომის გახანგრძლივების გზე, სხვადასხვანაირი გზები. უბრალოდ მეცოდება აქ, ანუ სრულიად გულწრფელად ვამბობ, ჩვეულებრივი, ანუ სამოქალაქო პირები, როგორც უკრაინელი, ნებისმიერი, ვინც არის ჯიშს არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ადამიანი, რომელიც არის ეხა თავიდან ბოლომდე ამ ომის წინააღმდეგი და ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინც ეწირება, მართლა გულწრფელად მეცოდება, იმიტომ რომ მათი შვილები, მათი დედები, მათი ოჯახის წევრები ეწირებიან ხალხურ ამ ომს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ გააჩნია ჩემი აზრით.
თითქოს ეს ყველაფერი ორკესტრირებული ისია, რომ ეს მიწები, რომელიც არის უკრაინის ამ წუთას უკრაინა-რუსეთის სადავო, უნდა გასწორდეს, დაუთოვდეს თავიდან ბოლომდე და აქ უნდა ჩასახელდეს სხვა ხალხი. მე ეს აზრი გამომაქვს უკვე. იმიტომ რომ ამ ომში მე რუსეთ-უკრაინის ომში მე ვერანაირ ლოგიკას ვეღარ ვხედავ უკვე. ვერც მოლაპარაკებების დონეზე, ვერც სამხედრო კამპანიების პერიოდში, ვერც საომარი მოქმედებების დროს და ვერც სამხედრო ოპერაციის პარალელურად ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, რომ მე აქ რა ვინახო, რომ რუსეთს აქ ეს გამიზრუნული ამას აკეთებს, ან უკრაინას ეს აქვს გამიზრუნული ამას აკეთებს. ვერაფერს ვერ ვხედავ ამის. გულწრფელად გეუბნებით მართლა. ბევრი სამხედრო ექსპერტი მინდა შეცდა ამ ყველაფერში, რომ ლოგიკა არ არის ამ ომში. ხალხი უბრალოდ კვდება. ტერიტორიას უკრაინა კარგავს, მე ყინავს კონფლიქტს, მე ვერც რუსეთი მიდის წინ, მე ვერც უკრაინა მიდის, ხალხი კვდება. ეს ხო არის საშინელება უბრალოდ. აქედან გამომდინარე ეს ხა ორეშნიკის ზალის დემონსტრირება რა არის, როგორ არის, ამას გავიგებთ ხა ჩვენ, უახლოეს მომავალ ჩვენ გავიგებთ ხა, მათ შორის რუსეთის დუმამ გამოაქვეყნავს წელი წერილი, სადაც კიევს აფრთხილებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ მასიურ შეტევებს მივიტანთ მაგალითად დედაქალაქის ცენტრებზე და მის პერიფერიებზე, ამიტომ ვთხოვ დიპლომატიურ მისიებს და სხვადასხვა ეროვნების ხალხს, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეს დატოვონ კიევი. რისთვის ამზადებს ხა კიევს ხა ჩემთვის ეხა რუსეთს ტექნიკურად შეიძლება ბირთვული ესროლოს კიევს ტაქტიკური და მაგალითად ომი დაამთავროს ერთ დღეში. ესეც არ ხდება. ძალიან ბევრი პოლიტექსპერტის ანალიზი იყო, რომ რუსეთი გამოიყენებდა ამ ომში. ტაქტიკურ ბირთვული იარაღს, არ მაქვს მასობრივი გამანადგურებელზე და რაღაც ძალიან დიდ ქობინებზე, ტაქტიკური ბირთვული იარაღი. ეს რომელიც უნდა ყოფილიყო, მაგალითად დემონსტრირება იმის, რომ მე შემიძლია შენ ერთ დღეში, ერთ საათში, 10 წუთში მოგიღო ომი. ამასაც არ აკეთებს. თვითონაც ძალიან ბევრი ადამიანი უკვდება. რუსეთზე მაქვს საუბარი. უკრაინაზე საერთოდ ძალიან დიდი ციფრებია, იმიტომ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომები. ეხლა უკრაინა გადართულია იმაზე რუსეთში სამოქალაქო ობიექტებს და სამოქალაქო პირებთან. უკრაინისაც მესმის ლოგიკა ხო, რომ იმიტომ რომ რუსეთი უბომბობს და სამშვიდობო ადგილებსაც და უკრაინაც მაგას აკეთებს. ეხლა მე აქ მორალურ შარჟებში ხარ, რუსეთი რატო ბომბობს და უკრაინა რატო ბომბობს, არც ერთ არ გავაკეთე იმას ვიზავ, რა ქვია, არც ერთის ხარის აქ არ დავდგები, იმიტომ რომ ორივე არასწორია, მე თუ მკითხავთ. როგორც რუსეთი არასწორი სამოქალაქო ობიექტებს რო ბომბობს, ასევე უკრაინა არასწორი, რომელიც ასევე 2 დღის წინ განხორციელდა რომელი უკრაინა კრასნოდარის ხარი იყო მე მგონი, სადაც სკოლაზე თუ რაღაცაზე მიიტანა უკრაინა მიერიში, არ ვიცი ხა გამიზრუნული ხა მაგის ტკიცებას მე აქ არ დავიწყებ, ხა გამიზრუნული იყო არ იყო გამიზრუნული და ამა რუსეთმა უფრო დაქოქა ამაზე, რომ აი ჩვენ გვიხოცავენ, ხა რუსეთი შეუტრიალდა ხა პუტინს, რომ შენ მართლა ნორმალური ხო არ ხარო, მოდიან და ჩვენ უსაფრთხოდ აქ მოსკოვის თავზე რო დრონებით ვსვი, ხა ჩვენ წარმოგიდგა აქ ვერ გძნობთ და რამე გააკეთეო ბოლო-ბოლო ხო? და ეს არის ჩემი აზრი, რავი ხა თქვენ დაწერეთ კომენტარებში რას ვფიქრობთ, რომ ამა განაპირობა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალური ფსონები და მაქსიმალური ინერცია დადოს ახლა უკვე არა უკრაინის რომელიმე ქალაქზე, არამედ თავად დედაქალაქზე რა. არ ვიცი ხალხო, მე ესეთი აზრი მაქვს, ესეთი შეხედულება, მე ლოგიკას ვერ ვხედავ ამ ყველაფერში, მაგრამ აი რადითიც მე ვცდილობ ახლა ეს ყველაფერი ზოგადი სურათით შევაფასო, ეს არის რომ ეს ომი გავს დადგმულ თეატრს. ხალხის სახოცზე, ხალხი უნდა მოკოდეს უბრალოდ. რავი, მე ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც უკრაინის, ვერც რუსეთში, მე ლოგიკა ვერ დავინახე ამ ომში. რავი, თუ რამეში ვცდები, კი ბატონო, დაწერეთ აბლა კომენტარები, შეაფასოთ თქვენი ვარაუდი და დაგემშვიდობებით ახლა და ძალიან საინტერესო თემები მაქვს ამ დღეებში კიდე განსახილველი მეგობრებო და დაგიბრუნდებით ძალიან მალე. დროებით.